თუ დავალებები გავიწყდება, ან დროულად ვერ ასრულებ, ეგ ადამიანური ამბავია, არ ღირს მაგაზე დათქმულმა, მოდი სანაცვლოდ ეგ დრო სწორი გარემოს მოძებნას დავუთმოთ და ეხლა შევაფასებ გარემოებს 1-დან 10-მდე. დამახსოვრება ყველაზე ცუდი ვარიანტია, რაც შეიძლება რომ იყოს, რავი, მაგაზე უარესი რა უნდა იყოს, ამიტომ 1 ქულა დავუწეროთ დამახსოვრებას. ბლოკნოტი უკეთესი არის, მოდი რადგან უკეთესია და ბევრს რო არ ეწყობს, იმიტომ ბევრი იყენებს, 3 ქულა კონდეს ბლოკნოტს. კალენდარი ძალიან კარგია, მე თუნდაც ვიყენებ, ფაქტობრივად ყველა შეხვედრა იქ მაქვს კალენდრით ვცხოვრობ, ამიტომ 6 ქულა კალენდარს. ნოუთები კარგია, მაგრამ არ შეხსენება არ აქვს, როგორც კალენდარს აქვს შეხსენება. ფაქტობრივად კალენდარს რო შეხსენება არ კონდეს, ფასი იმდენად არ ექნებოდა. ამიტომ მოდი ნოუთებს 4. Excel-ი კარგია იმ თვალსაზრისით, რომ სწორად არის სტრუქტურირებული, ანუ ბევრი ინფორმაციის დაჯგუფება შემიძლია და სხვადასხვანაირად გამოტანა. მაგრამ კალენდარს არ ჯობია, ამიტომ 5. Task Manager როგორც იქნა რაღაც ნორმალური, რაშიც წესით უნდა მუშაობდეთ, მაგრამ ყველა კომპანიას არ აქვს. მოდი Task Manager-ს, რადგან შეხსენებაც აქვს, კალენდართანაც ინტეგრირდება, კომენტარებსაც დავწერ, ფაილებსაც მივამაგრებ, ბევრად მეტ რაღაცას ვიზამ, რაც ვიდრე Excel-ში და კალენდარში ვიზამდი ცალკეულად, ამიტომ მოდი 8 იყოს. და მოდი ბარემ ჩემ ორ ვარიანტს დავამატებ, რა იქნებოდა 9 და რა იქნებოდა 10 ჩემი აზრით. იმიტომ რომ Task Manager შეიძლება ბევრს უჩვენოს, რომ ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, ყველაფერი შიგნით არის და რაღაც მხრივ მართალი იქნებოდა, მაგრამ რაც არ არის Task Manager-ში, ეს არის თემატური გარემო. მაგალითად, მე თუ დავალება მაქვს, რომელიც კლიენტთან ასოცირდება, ხო, მაგალითად რაღაც კომპანიასთან, მე რო შემეძლოს ამ დავალების შესრულების გარდა ამ კომპანიაში გადასვლა, ყველა მასთან დაკავშირებული აქტივობების, კომენტარების, რაღაც ინფორმაციის ნახვაც რომ შემეძლოს, ეს ჩემთვის უბრალოდ Task Manager-ი კი არა, რაღაც უფრო მეტი იქნებოდა, ამიტომ მე ასეც 9 შევაფასებდი. და აი 10-ისთვის მოვიტოვე კიდე 1 ქულა, იქნებოდა ჩემთვის 10 ქულა, ზუსტად იგივე გარემო რაც 9, ოღონდ AI კომპონენტის დამატებით. AI კომპონენტი როგორც დამატებითი შესაძლებლობა, რაც შეიძლება რომ გქონდეს. ამიტომ ამას 10-ად შევაფასებთ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი შეფასებით, რას რომელ ქულას დაუწერდით, ან რამე ხო არ გამოჩა, ისი შეფასებაც საინტერესო იქნებოდა.